ზაფხულში რატო იმატებს დიარეებით მიმდინარე დაავადებები? ერთ-ერთი იმიტომაც იმატებს, რომ გარდა ბაქტერიების და ვირუსების თუ მედიკამენტებისა, დიარეის გამოწვევა შეიძლება იყოს კვებითი ინტოქსიკაცია. ამ კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი კი შეიძლება იყოს სხვადასხვა საკვები, რომელიც მალფუჭებადი არის და მაღალ ტემპერატურაზე მალე ფუჭდება და ასევე ცუდი ჰიგიენა სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ კურორტებზე. მალფუჭებადი პროდუქტები, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუ კი სწორად ვერ შევინახეთ, გაფუჭდება და ეგ არის, ამიტომაც არის, რომ ზაფხულში უნდა მოვერიდოთ კრემიან ნამცხრებს, მაგალითად სალატს თუ გავაკეთებთ, ეს სალატი პირველ რიგში მწვანელობა კარგად უნდა გავრეცხოთ, ჩავალბოთ და მერე გავრეცხოთ და თან თუ მასე შემდეგ მინდა მოვასხათ რაღაცა სხვა соуსი, მაიონეზი იქნება თუ სხვა, ვიობია რომ სერვირებამდე ცოტა ხნით ადრე გავაკეთოთ და არა ისე რომ გავაკეთოთ უკვე მომამზადოთ, მერე გვენდოს და მერე მივიტანოთ უბრალოდ, იმიტომ რომ ამით შევამციროთ კონტამინაციის ასე ვთქვათ რისკი. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც დასასვენებლად მივდივართ, დასვენება ძალიან კარგია ყველგან, მაგრამ არ არსებობს სამკურნალო არც მტვერი, არც წყალი და არც ქვიშა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა აი ამ ფსევდომეცნიერული ტყუილებით გაპოპულარულებული სხვადასხვა ადგილები ზოგჯერ არის ზედმეტად გადატვირთული, ანუ ერთ კონკრეტულ ადგილს მიაწყდება ბევრი ადამიანი და მაინც და მაინც სერვისით საქართველოში ვერ გამოვირჩევით, განსაკუთრებით მსგავს კურორტებზე. არ არის კარგად დაცული ჰიგიენა, არ არის ჭურჭლისარაცხი მანქანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ კვებით ინტოქსიკაციის და ფეკალურ-ორალურად გადაცემული დაავადებების რისკიც იზრდება. ალბათ ყველას ქონია, ყველას თუ არა, ბევრს ქონია, რომ ბავშვები წავსულათ სადღაც ძალიან დატვირთულ და პოპულარულ კურორტზე და უკან წარმოსულთვათ ყველანი დიარეით, ხო? აი მაგის გამო ხდება ზუსტად. ამიტომაც ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ დასვენება არის მნიშვნელოვანი და წადით იქ, სადაც გააქვთ უბრალოდ მარტივად დასვენების საშუალება, მოერიდეთ უბრალოდ ქალაქს და არა აქვს მნიშვნელობა სად იქნებით. სოფელში თუ გაქვთ დასასვლელი ჯობია რომ სოფელში წახვიდეთ, ასევე წყალი სადაც არარეგულარული არის, სანამ დასალევა დაიღებთ, მოუშვით ონკანი და 1-10 წუთი უნდა იაროს და იდინოს და მერე მიირთვათ. თუ კი არ ხართ დარწმუნებულები, რომ წყალი უსაფრთხოა, მაშინ უნდა გადაადუღოთ და გადადუღებული წყალი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იქნება უსაფრთხო. აი ეს არის ის მიზეზები, რატომ შეიძლება რომ ზაფხულში იზრდებოდეს დიარეის შემთხვევები და ასევე პრევენციის მეთოდები. მე ექიმი არჩილ მარშანია ვარ, შეგიძლიათ შეკითხვები დამისვათ და მიგიპასუხებთ ხოლმე. ნაბადროებით.